ნიკა ფარულავა კოალიციას ცვლილებისთვის წევრია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ნიკა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ აქციების ძალიან აქტიური მონაწილე ხართ, ასევე ეს ინფორმაცია, რომელიც BBC-მ გამოიკვლია, არის თუ არა თქვენთვის მოულოდნელი? ხო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩემთვის პირადად ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. უბრალოდ ეს იყო იმ წრის, იმ რკალის ჩაკეტვა, ესე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ უყურებდით განსაკუთრებით ერთი წლის წინ, ზუსტად ერთი წლის წინ აი ამ დღეებში, ხო? და აქ თავარი რაც არის, ჩემი აზრით და რაც გასათვალისწინებელია, უბრალოდ სახელი დაერქვა ყველაზე მკაფიოდ სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმს და ქართულ ოცნებას, ხო? ქართული ოცნება არის რეალურად ერთადერთი ომის პარტია ამ ქვეყანაში, ქიმიური იარაღის პარტია, რომელიც ქიმიური იარაღს იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და კი ომის პარტია, იმიტომ რომ იმას, რასაც ერთი წლის წინ ჩვენ ხედავდით, რამდენიმე დღის განმავლობაში ომი ქრია და სხვა არაფერი, ხო, როდესაც შენ ქიმიური იარაღი წამლავ შენს თანამოქალაქეებს და არა მარტო არა უბრალოდ იმ ხალხს, ვინც იმ კონკრეტულ მომენტში დგას რუსთაველის გამზირზე, არამედ იქ გარშემო 4-5 სკოლა, ამდენიმე საბავშვო ბაღია, ოფისები, სამსახურები, მაღაზიები, ყველა ამ თანამშრომლებს, მათ შორის პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, როდესაც შენ ქიმიური აკრძალული იარაღი წამალ, კი შენ ხარ ომის პარტია. როდესაც შენ სახელდახელოდ სპეციალურად იმ დღეებისთვის სამარშრუტო ტაქსებს მოამზადებ ერთგვარ საწამებელ სივრცეებად და იქ ადამიანებს ბორკილებ დადებულ ტყვედაყვანილ ადამიანებს აიყვან, პირში აფურთხებს, სიკვდილამდე სემ, საკუთარ წინდას აჭმევ და ეუბნები, რომ ლოცვაში გადავარდნილ ადამიანს გასაჭირში მხოლოდ ჯვარს წაართმევ და ამის გამო კიდევ უფრო გამეტებით იწყებ მასზე ძალადობას. ეს არის რეალურად ომის პარტიობა და ეს არის ომის გამოცხადება საკუთარი მოქალაქეების თან რაღაცნაირი რუსული ტიპის ომის, ხო, რწმენის გამო, ჯვრის გამო და ლოცვის გამო რომ ადამიანს ასე გაიმეტებ. კი ომი ქვია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც შენი ეს თქვათ ფორმიანი და იარაღიანი ადამიანები ერთგვარი დანაშაულებრივი რაზმები ქუჩაში დავარდნილ აქცევენ ადამიანს, ბორკილებს დაადებენ და წიხლებით შედგებიან და მათ შორის ომის წესების დარღვევით აწარმოებ ომს, ხო, ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით, როდესაც ჟურნალისტებს ფიზიკურად მარტო იმიტომ უსწორდები და გურამ როგავა ბეწვზე გადარჩა, მე ვიყავი მისი ბოლო რესპონდენტი ამ ბოლოსინა, ზუსტად მახსოვს ეგ მომენტი, მხოლოდ იმის გამო უსწორდები ფიზიკურად, რომ შენი დანაშაულები არ გააშუქო, ხო? ეს არის ომის პარტიობა და მხოლოდ ეს არის ის, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ შენ შეიძლება მსგავსი ტიპის ომი აწარმოო ქვეყნის მთავარ გამზირზე და აქ რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო, რატო არ გამიკვირდა? არ გამიკვირდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მისივე სიტყვებით და ეს აღიარებული აქვს, აფინანსებდა გენერალ ლებედის კამპანიას არჩევნებში და ლებედი არის ის, ვინც იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი 9 აპრილის სისხლიანი ღამის, ხო, იმ სასაკლაოსი, რომელიც მოუწყვეს ქვეყნის მთავარ გამზირზე ზუსტად იმ ქუჩებში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით ერთი წლის წინ, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს და 21 ადამიანი შეეწირა მაშინ საბჭოთა რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს, ხო? და აი ეს რო გავიხსენოთ, ხო, ამ ქვეყნის ისტორიაში სულ ორჯერ მოხდა მსგავსი რაღაც, რომ ქიმიური მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერება, ქიმიური იარაღი ამ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს სულ ორჯერ. ორივეჯერ ქვეყნის მთავარ გამზირზე, ორივეჯერ ადამიანების წინააღმდეგ, რომ ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც გამოდიოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ორივეჯერ გამოიყენეს რამდენიმე ათასობით ადამიანის წინააღმდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი, ორივეჯერ ამით ხარობდა რუსეთი. ერთხელ იყო ეს 9 აპრილს, როდესაც ამ ნაბიჯებზე, ამ დანაშაულებრივ ნაბიჯებზე ქართულმა მილიციამ, საბჭოთა ქართულმა მილიციამაც კი უარი თქვა და მოუწიათ ლებედის ხელმძღვანელობით რუსული ჯარის შემოყვანა და ამ დანაშაულების გახორციელება და შემდეგ 2024 წლის დეკემბერში ლებედის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელმა ბიძინა ივანიშვილმა იდენტურად გაგვისწორდა ის ჩვენ. და რატო? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების ისტორიული განაცხადი არის, რომ ეს ქვეყანა უნდა ჩაეხსნას რუსეთს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, ხო, და მანამ არ იქნება ამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება და მშვიდობა, სანამ კიდევ ერთხელ ომის პარტია, ქიმიური იარაღის გამომყენებელი პარტია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მანამ სანამ ამ პარტიას ექნება ძალაუფლება მიტაცებული და მხოლოდ მშვიდობა ჩემთვის, თქვენთვის და კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის კი არა, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის ქართული ოცნების წევრებისთვის, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, მაშინ თქვენც აშუქებდით, რომ მინისტრის შვილები იდგნენ იქ, მათი დეპუტატების შვილები, მათი მეგობრები, მათი ნათესავები და მათ შორის ის პოლიციელები, რომლებიც იქ იყვნენ, ხო, ის კადრებიც იყო, რომ ისინიც კი ცუდად ხდებოდნენ რაღაცა ჩაფხუტებს იხსნიდნენ და წყალს ითხოვდნენ და იყო მომენტები, დემონსტრანტები
ველოდნენ მათ ხშირად. იყო მომენტები, რომ ხშირად მე პირადად დავეხმარე და ამის კადრებიც არსებობს. ხო, ამიტომ ეს საფრთხე, რაც ანუ ყველა გაიმეტეს ეს თუ უდასტურდებათ. ეს საფრთხე, რაც არის ქართული ოცნების სახით, როგორც ქიმიური იარაღის გამოყენებელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, საფრთხე არ არის მხოლოდ ადამიანების გარკვეული რაოდენობისთვის, რომელიც ამ ქვეყნის უმრავლესობა არიან, არამედ თითოეული ქართული ოჯახისთვის. ხო, მე იმ დღეს საუბრობდი და ვთქვი, რომ ერთი წლის წინ რუსთაველის გამზირზე იდგა საქართველოს ყველა ოჯახის წარმომადგენელი. მე არ მახსოვს და არ მახსენდება, რომ ყველა ოჯახის თითო წევრი მაინც არ მდგარიყოს იქ. ამიტომ ხო, ყველას შეეხო, ყველა ქართულ ოჯახს შეეხო, ყველა ქართველს შეეხო, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეეხო, მათ შორის ქართული ოცნების აქტიური წევრების, დეპუტატების, მინისტრების, მათი მოადგილეების შვილებსაც და კი ეგ იყო წამება. ჯამურად ეგ ყველაფერი, რაც იქ მოხდა, პლუს დამატებული BBC-სა ეს გამოძიება, რაც ჩვენ ნახეთ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, არის დანაშაული კაცობრიობის, ადამიანურობის წინაშე და ეს ცდება მხოლოდ შიდა საკანონმდებლო სივრცეს და შიდა საკანონმდებლო ჩანაწერების დარღვევას და ხო ეს არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ადრე თუ გვიან თავის სახელი დაერქმევა და ამით ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ შეუერთდა საბჭოთა რუსეთის რიგებს უკვე დეკლარირებულად როგორც ქმედებებით აი ამ მეთოდის გამოყენებით და შეუერთდა მათ შორის ხშირად საუბრობენ ასადის, სადამ ჰუსეინის და ასე შემდეგ. ხო, ანუ ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულები ჩაიდგნენ. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ითქვას, მინიმუმ ეჭვი, როდესაც არსებობს გავს საკითხზე, მინიმუმ ეჭვი, როდესაც არსებობს მსგავსი ტიპის დანაშაულზე, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ადგებოდა და გადადგებოდა მანამ სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა მინიმუმ. აქ პირიქით არის ექიმებს იბარებენ, ესე იგი, საგამოძიებო უწყებებში, რომლებმაც აღწერეს და შეაგროვეს ადამიანის სიმპტომები და ექიმს ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. დღეს ჩვენს ეთერში საუბრობდა გოგი ჩახუნაშვილი, რომ ჩვენ იმიტომ აღწერეთ ეს ყველაფერი, რომ სამომავლო პრევენციისთვის, რომ დიდ უბედურებას ეს ხალხი, რომელსაც არა აქვთ ინფორმირებული არჩევანის უფლება წართმეული აქვთ, ანუ არიციან წინასწარ რა გაზის, რას ურევენ წყალში მათ წინააღმდეგ, მათ შეიძლება აწონონ რისკები, საერთოდ არ წავიდნენ იმ აქციაზე, მათი ჯანმრთელობის რისკები აწონონ და არც დღეს ეუბნებიან ამას. ჩვენ მყავდა ჩართვაზე ადამიანი, რომელიც ყვება რომ მისი დაავადების გამო ის ხანგრძლივ პერიოდში იკონტროლებს მუდმივად ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკვეთრი გაუარესება აღენიშნებოდა ზუსტად იმ სიმპტომებით, რაც ამ ქიმიური ნივთიერებების ასე ვთქვათ შედეგად არის აღწერილი დოკუმენტაციებში. შესაბამისად, ამდენი ადამიანის ეჭვი როცა არსებობს და მე არ მეგულება ადამიანი, ვინც იმ დღეებში არ დასვა ეს კითხვა, რა გაურიეს ასეთი წყალში. ეს კითხვა ხო ირგვლივ ყველასგან ისმოდა. რა თქმა უნდა. მე თუ არ მიხსენებია როცა ვახსენე რომ ყველა ქართული ოჯახის წარმომადგენელი მთელი ქვეყანა მართლა ამაზე საუბრობდა იმ შუალედებში როდესაც აი ამ საუბრის სივრცე ჩდებოდა და აი თქვენ ხა ახსენეთ რომ ექიმები დაიბარეს და არა გომელაური ან რა ვიცი სხვა წარმომადგენელი მაღალჩინოსანი სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ შექმნა გაუკუმართებული რეალობა ხო დღეს შენ თუ ქართული ხალხის მომწამლელ ნივთიერებას ამხელდა ამაზე კვლევას ატარებდა ამის შესახებ შეიძლება ისაუბრო და ამ ქართულ ხალხს დაეხმარო იმისთვის რომ უბრალოდ რეაბილიტაცია მოახდინო, შენ ხარ ქვეყნის მტერი, შენ ხარ სახელმწიფოს მტერი, სახელმწიფოს გადამტრიალებელი, ხო, შენ თუ წამლავ ამ ადამიანებს სასიკვდილო ნივთიერებით მათ შორის, ხო, შენ შეიძლება დაგაჯილდოვან მაგალითად ღირსების ორდენით, როგორც ეს ვნახეთ, არალეგიტიმური ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყაველაშვილის მხრიდან. ეს წრე, ეს სივრცე, სინამდვილეში ზუსტად იქ დაბრუნებაა, სადაც ჩვენ ვიყავით, ხო, 9 აპრილს ყველა არ მიხსენებია მე. ეს აი დღეს ვკითხულობდი გენერალ ლებედის მოგონებებს, როგორ აღწერდა ის ზოგადად 9 აპრილს მიმდინარე მოვლენებს და რიტორიკის დონეზეც იდენტურად გამოიყურება ეს ყველაფერი, ხო? აი დღეს როდესაც რომელიმე მაღალჩინოსანი შენ გასაქმეთა სამინისტროსი ან მაშინდელი მინისტრი გომელაური უფრო ხშირად გამოდიოდა და ამაზე საუბრობდა, რაღაც აგურებს ესვრიან ბენზინიანი ბოთლები და ასე შემდეგ. ყველა ეს ფრაზა, თქვენ თუ ნახავთ ამ ჩანაწერებს და მაყურებელი ამას, ყველა ეს ფრაზა არის გადმოღებული თითქოს საბჭოთა სახელმძღვანელოებიდან, ხო? იმ სახელმძღვანელოებიდან, რომელსაც წერდა და წერს დღესაც KGB, FSB, ხო? ეს ყველაფერი სიამბლეში არის რუსული სახელმძღვანელოები და ამ მე როდესაც ვსაუბრობ ლებედის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე, რატო არ გამიკვირდა? გამორიცხულია გაგიკვირდეს ეს ადამიანისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, რომლის პოლიტიკურ და ადამიანურ დნმ-ში ზის მოქალაქეების წინააღმდეგ მსგავსი ტიპის გასწორება ფიზიკურად, მათ შორის სასიკვდილოდ გამეტება და ამაზე ხმის არ ამბობ. არის რუსეთის ქიმიური იარაღის გამოყენება არის. მე მახსოვს ინტერვიუ ის ამბობდა რომ მე არ ვიცი ლებედი იყო თუ არ იყო, ხო? აი ეს მარტო ეს პასუხი არის ძალიან დიდი დამადასტურებელი
მაყურებელი ბიძინაევანიშვილის ეს პასუხი იმისა თუ რამდენად ჩორს დგას ეს ადამიანი საკუთარი ერისგან, საკუთარი უახლესი ისტორიისგან, ხო როგორ შეიძლება 10 წლის ბავშვმაც იცის რა მოხდა 9 აპრილს, ვინ იყო ამ ყველაფრის ხელმძღვანელი, რისთვის იბრძოდნენ იქ ადამიანები და მათ შორის მან ეს ფრაზა 9 აპრილს მემორიალთან გააკეთა. მის დნმ-ში ზის მსგავსი პოლიტიკური და მორალური გააწყუტლებების მიღება, რომ თუ მის ძალაუფლებას, მისი ფულის შენარჩუნებას, სისტემის სიმყარეს სჭირდება, როგორც ლებედი იხსენიებს 9 აპრილზე, ხო, მსგავსი ტიპის ნაბიჯები მისთვის მისაღებია. და სუბუღლოს მოგლეთ რომ იპასუხო, ელით თუ არა, რომ ეს თქვით რომ ქართულ საკანონმდებლო სივრცეს სცდება, ელით თუ არა საერთაშორისო გამოძიებას ამ თემაზე და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. იმიტომ რომ მოთხოვნა გავიგოთ რა იყო წყალში გარეული, ადგილობრივ დონეზე კვლავ დგას და კვლავ უპასუხოა. კი, ჩვენ პროდასალურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვისთანაც გვაქვს აქტიური კოორდინაცია და კომუნიკაცია, გუშინაც გავრცელეთ ამასთან დაკავშირებით განცხადება და ეს მხოლოდ განცხადებით არ შემოფარგლულა, უკვე არის დაწყებული მუშაობა და ვცდილობთ რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორი ამის საქმის კურსში იყოს, როგორც ფაქტობრივი მოცემულობების, ასევე იმ მოთხოვნების და შესაძლო კითხვების და დამატებითი ნაბიჯების, რომლებსაც ჩვენ ვთვლით საჭიროდ და აქედან გამომდინარე ისინიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ეს ეხება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკური თანამდებობის და პირებს და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს ჩვენ ნახეთ მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება და მაგნიცკის აქტის ავტორის ბილ ბრაუდერის განცხადება ამ მიმართულებითაც მიდის აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა და ხო ჩვენ ვცდილობთ რომ ეს მასალები შევაგროვოთ მათ შორის ცალკე რაც შემიძლია თქვა პარტიულად ჩვენს პარტიაშიც ჩვენი ადამიანის უფლებების მიმართულებით მარიკა არევაძე ვინც მუშაობს უკვე აქტიურად აქვს დაწყებული ამ ინფორმაციის მოგროვება მოკლედ ყველა ერთადაც ცალ-ცალკე ვცდილობთ რომ ყველა ინფორმაციას თავი მოუყაროთ ამ ყველაფრის სინქრონიზება მოხდეს და აი ეს კომუნიკაცია რომელიც უკვე დაწყებულია მათ შორის ფაქტების დონეზე და იმ ნაბიჯების დონეზე რომლებიც შესაძლოა გადადგმული იყოს ლეგიტიმურად იმ საერთაშორისო სივრცეში რომელშიც არსებობს ამაზე მიდის აქტიური მუშაობა და მეორე როდესაც ვახსენეთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ეს არის ის რაც ყველაზე მეტად არ უნდა ბიძინა ივანიშვილს ამიტომ არის ის გზავნილები აღრეული ხან თურმე ნაციონალური მოძრაობის დროს რომ იყო შეძენილი ხან თურმე რომ რაღაც არავის არ შეუძენია არასდროს ხო ეს ვერ ჩამოყალიბებული ვთქვათ ვერტიკალი გზავნილების რომლებიც მას დღეს და გუშინ მათ დღეს და გუშინ ჰქონდა რეჟიმს სიამბლეში მიუთებს იმ ქაოსზე რომელიც არის და არ სურთ რომ ქიმიური იარაღის შესახებ აკრძალვის შესახებ ორგანიზაცია რისი წევრებიც ჩვენ ვართ აქ რაიმე ტიპით ჩაერიოს ან რაიმე ტიპის დამატებითი მასალები მოითხოვოს ხო ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რისი თქმაც მინდა და დავასრულებ ხო ჩვენ რაც ვნახეთ აი ეს შესაძლო მოწამვლის ნაწილი და ამბავი მიუთებს კიდევ ერთ რამეზე ჩვენ ყველა ვიყავით ძალიან ცუდად ხო მაშინ ყველა ვგრძნობდით მინიმუმ სისუსტეს აღარ შევდეთ კოორდინაციის კარგვას კი ბატონო ადამიანებმა ისეთი გადაიტანეს ბევრი ღებინება ამასთან აფერში მოსატანი არის ოღონ ერთი რამის თქმა მინდა რა ყველა გრძნობდა რომ სუსტად იყო ყველა ხედავდა იმ სისასტიკეს მათ შორის იმ სამარშრუტო ტაქსებში და არა მარტო სამარშრუტო ტაქსებში რასაც ხედავდით ხო არავის იმ 7-8 დღის განმავლობაში წამით არ უფიქრია რომ ერთი დღე მაინც არ უნდა მოსულიყო ექიმთან წასულიყო კლინიკაში და კლინიკაში უნდა ჩაწერილიყო და ასე შემდეგ ყველა მიცოდა რომ ამ სისუსტის და საფრთხების მიუხედავად იქ უნდა მდგარიყო ამიტომ მე მგონია რომ გულწრფელად აი ეს თავდადება იქნება ყველაფრის გადამწონავი და გამარჯვების მომტანი კი ბატონო, თუმცა ისეთ ქმედებაზე თუ ეს დასტურდება, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, პასუხი უნდა აგოს. ცხადია და ჩვენ ამიტომ ახსენე ყველა მხრივ იქნება მიმართულება ასე არის. კი ბატონო, დიდი მადლობა.